კომისიის ხდომაზე მილიონერი დეპუტატები მიდიან 300,000 ლარიანი მანქანებით, გადმოდიან სხდებიან მაგიდასთან, მსჯელობენ, როგორ გაწურდა ხახვი 20 თეთრით. სიღარიბის დაძლევას აბარებენ ადამიანებს. ვისი მანქანის საბურავიც უფრო მეტი ღირს, ვიდრე სოფლის 1 წლის ბიუჯეტი ლამის. ასების შემსწავლელი კომისიის 8 წევრიდან 7 მილიონერია. ლიდერები იკვლევენ თუ რატომ არიან სხვები ღარიბები, რატომ ვერ ყიდულობენ პულს, რატომ ეძვირებათ მედიკამენტები. ამ ადამიანებისთვის სიღარიბე შეიძლება იყოს უბრალოდ მენტალური მდგომარეობა. აი ხომ შეეძლო რომ ფასების წარმოქმნის კომისიაში ჩაესვათ ისეთი ქოცები, ვინც მაინც და მაინც კორუფციასთან და სიმდიდრესთან არ ასოცირდება. არა მე მესმის ძნელია ასეთი ქოცის მოძიება, მაგრამ ხუთ-ერთ პოპულისტს მაინც მოძებნიდნენ. არა, ჩასვეს უმდიდრესები, მილიონერები. შოთა ბერეკაშვილმა ამ კომისიაზე გაიგო პირველად რა ღირს პური საქართველოში. ფასების წარმოქმნის კომისია ყველაზე კარგად მეტყველებს, როგორ დასცენის პერსონალურად ივანიშვილი მოსახლეობას. კომისიის თავმჯდომარეა შოთა ბერეკაშვილი. მისი შემოსავალი წელიწადში 5.4 მილიონია. მხოლოდ გასულ წელს 1 მილიონამდე ლარი დახარჯა საყიდლებზე და დაახლოებით 300,000 ლარზე მეტი დახარჯა მოგზაურობაში. ამ ადამიანმა უნდა განსაზღვროს პრიორიტეტები. სოციალურად დაუცველებმა რა ჯობია პური იყიდონ თუ მედიკამენტი. დეკლარაციის მიხედვით ნინო წილოსანის ავტომობილი 256,000 ღირს. წილოსანს ჰქონია 183,000 დოლარი დანაზოგი და 130,000 ლარი. საკმაოდ თავშენახული ქალია. წილები კომპანიაში შპს SRO Almitrans ჩეხეთი 25%, შპს US Trading Company 25%, ამერიკის შეერთებული შტატები. ეს ქალი მეგონა უცხო ქვეყნის აგენტია. საჩუქრის სახით მიღებული აქვს 83,000 დოლარი. რა კარგია. მშობელი გახსოვთ ალბათ ბადრიკო წილოსანი, რომლის წინააღმდეგ პროკურატურას საქმე ჰქონდა აღძრული, ეტოვებოდნენ ბიუჯეტიდან 65 მილიონის მითვისებას. ასე მახსოვს თანხა. შეიძლება 1-2 მილიონი მეშლება. რა ნიშნობა 1 მილიონი იქით 1 მილიონი ეგეთ ეს ჩაწვრილმანება რა არის? შვილის სწავლის და საცხოვრებელის გადასახადი 20,000 ევრო, მეორე შვილის სწავლის გადასახადი 15,000 ევრო, მესამე შვილის სწავლის გადასახადი 22,000 ევრო. დასავლური განათლება. ეს თქვენთვის არ უყვართ, საკუთარი თავისთვის უყვართ. ნინო საყვარელი ფრაზაა რომ დიდრებს ებრძვიან. შეწუხებულია ნინო. ტანჯვაში არიან დიდრები. მაია ბითაძემ 125,000 ლარი მხოლოდ 3 წელიწადში შვილების სწავლა განათლებაში გადაიხადა. ევროპაში, რომელიც რყმნის და მის შვილებს ასწავლის კაცების გათხოვებას. ეს თქვენ გატყუებენ თორე თავისთვის ძალიან კარგად იციან რას ნიშნავს ევროპული განათლება. მილიონიანი ქონება აქვს პატა კუჟინაძეს, კიდევ ერთ წევრს კომისიის. ზაზა ლომინაძე შედარებით ამაძე ღარიბია. 250,000 ლარი აქვს სახლში. სულ რაღაც. ქეში. გელა სამხარაული. 9 მილიონი ლარის ნახტი ფულით. 17 მიწის ნაკვეთი. 180,000 ლარი დახარჯა მხოლოდ შვილების სწავლა განათლებაში. აი მაგალითად ვახო თურნავამ 47,312 ევროიანი საათი იყიდა 2023 წელს. ხალხო 47,312 ევრო საათი. ამან უნდა განსაზღვროს პურის ფული, საწვავის და მედიკამენტების. უყვარს საათები. 2025 წელს 28 მარტის დეკლარაციის მიხედვით ყველაზე იაფასიანი საათი თურნავას კოლექციაში არის სულ რაღაც 30,000 ლარამდე ღირებული როლექსი. და როლექსები ძალიან უყვარს. 1 როლექსი, 2 როლექსი, 3 როლექსი, 4, 5 როლექსი აქვს. მასვე ეკუთვნის 200,000 დოლარის ღირებულების ბიტკოინი. ნახტი ფულის სახით კი ქონდა 9 მილიონი. გარდა ამისა საბანკო ანგარიშზე 70,000 ლარი, 75,000 ევრო და 16,000 დოლარი. ბაძაზე აქვს 2 ბინა, 3 ავტოფარეხი. ილია ინჯიო. ბინები და მიწის ნაკვეთები საქართველოში. კიაჩალის ქუჩაზე პოლიტიკოსი გუდაური ბეთანია უკამი მარკეტინგი ბალბოჯი კიაჩალის ქუჩაზე ჩემს სამშობლოა საქართველოს პოლიტიკოსია. აცურია აცურიკოს ამოსკოვიუსეთი ალანია თურქეთი. ტომანქანები, კადილაკი, ჯიპ ვრანგლერი, იაგუარი, ჰარლი დევიდსონი. ღმერთო ჩემო ჰონდა BMW Vespa Piaggio. ეცთან რთულია. წყლის ტრანსპორტები აქვს თალკე კატარღა ბაილაინერი, მაუზერი, ბენელი კლიო კომფორტ 12, როლექსი საათი, საბანკო რუსეთში, სვეტბანკში, ნახტი ფული 100,000 რუბლი, 100,000 დოლარი, 100,000 ლარი, ბიზნეს ინტერესები, ბენელი სისტემები, ევრი კატეგორია კომპანია, ენერჯი, შარ კონსტრაქშენი, სანაპირო ჯები, არქიტექტურა, ტექნიკა, ფიზიკა. დავიხალე. ჯეომეტრია, სინთერგია, ბანა, ვისი ყოფილა? თამაშობანა ზეიმი, თაბაშობანა მზიური, ცნობის მოყარე პანდა. კაპიტალის შემცირება შემოწმება. დაბრუნდა მე ხვა. მოკლედ სანამ ეს ყველაფერი წავიკითხე, საინტერესო კვერცხის ფასმა ხوار მოიკლო. ეს კაცი არის კომისიაში, რომელმაც უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ 5 თესრით მოიკლოს კვერცხის ფასმა. არ მოუდგენელია. ეს დაახლოებით იგივეა უფლებებზე მომუშავე კომისია, რომ დააკომპლექტო მოძალადეებისგან, იმ პირებისგან, ვინც ქალების გაუპატიურებაშია მხილებული, ან ბავშვთა უფლებების დამცველი კომისია პედოფილებით რო დააკომპლექტო. კიდევ ბევრი სხვა მილიონერი არის დავიღალე. ამეხადა თავი. აი ეს ადამიანები განსაზღვრავენ, როგორ უნდა იყიდონ სოციალურად დაუცველებმა პური და მედიკამენტი. 100,000 ადამიანი იღებს სოციალურ დახმარებას საქართველოში. საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობაც გაზრდილია და იზრდება წლიდან წლამდე. ვახტანგ თურნავას 9 მილიონიანი საათები 14,000 მეტ ბავშვს მოუტანდა ერთი თვის შემწეობას. შოთა ბერეკაშვილის შემოსავალი 5.4 მილიონი 90,000 ადამიანის საარსებო შემწეობას უდრის. ნინო წილოსანის 256,000-იანი მანქანა 8,500 ადამიანის ყოველთვიური დახმარებაა. ადამიანს რომ 240,000 ლარი ქეში აქვს სახლში, იმან როგორ უნდა ილაპარაკოს ზეთის გაძვირებაზე, როგორ უნდა გაუგოს ხატაკს მშიერ ადამიანს. ადამიანები, რომლებიც ფასების ზრდას საკუთარ ჯიბეზე საერთოდ ვერ გრძნობენ, ევალებათ იმის კვლევა, თუ რატო უჭერს ხალხს პურის, წამლის, საწვავის ყიდვა. კომისიის წევრების ერთი პერანგი, ან არ ვიცი, შარვალი, პენსიონერის წლიურ შემოსავალს უდრის. ვინოთ უბრალოდ ვახტანგ თურნავას 7 ცალი საათით 282,000 პურს იყიდით. ეს არის მთელი უბნის წლიური მარაგი.
ნინო წილოსანის ერთი მანქანა 5000-ზე მეტი პენსიონერის ერთი თვის პენსიაა. ილია ინჯია ერთ იარაღში იმდენს აძლევს, რამდენიც არის 10 საშუალო სტატისტიკური ოჯახის საარსებო მინიმუმი. ეს ადამიანები გამდიდრდნენ ქართული ოცნების პირობებში. შეიძლება გვირჩიონ, რომ თუ პურის ფული არ გვაქვს, პური გაძვირდა, მაშინ ვიყიდოთ ბიტკოინი, როგორც ბატონ ვახტანგს აქვს. თუმცა გავყიდოთ 17 ნაკვეთიდან ერთ-ერთი, როგორც ბატონ გელას აქვს 10 მილიონერთა კომისია და აქეთ 670,000 სოციალურად დაუცველი. წარმოუდგენელი აბსურდი. სანამ 9 მილიონზე მეტი ადამიანი ფიქრობს, როგორ გადარჩეს, როგორ გადაურჩეს შიმშილს და უწამლობას, მათ ბედს წყვეტენ ადამიანები, რომელთა ერთი დღის შემოსავალი ხშირად ამ ხალხის წლიური შემოსავალია. ამ კომისიამ აჩვენა ქართული ოცნების არამხოლოდ არაადეკვატურობა, სიხარბე, ხრწნა, უზნეობა, აღდირახსნილობა, გუიმობა, ხშირად იღებენ და იგებენ ტენდერებს, მილიონიან ტენდერებს. ეს არის თქვენი გადასახადების გადამხდელთა ფული, რომელიც ბიუჯეტიდან პირდაპირ მათ ჯიბეში მიდის. ის ხალხი როგორ გადაწყვეტს ფასებს, ვისთვისაც ინფლაცია არის შანსი და შესაძლებლობა გამდიდრების რესურსი. კანონები ამ ქვეყანაში იწერება მხოლოდ ქოცებისთვის. საქართველოში ყოველ მეოთხე ბავშვი არის მშიერი. ამ დროს კომისიის წევს $200,000 აქვს მარტო ბიტკოინში. ეს ქონება ციდან კი არ ჩამოვართნილა. მდიდარი კიდევ უფრო მდიდრდება და ღარიბი კიდევ უფრო ღარიბდება. ინფლაცია იწვევს მდიდრების კიდევ უფრო გამდიდრებას, ღარიბების კიდევ უფრო გაღარიბებას. და ამაზე ვინ იტყვის უარს? იმ კომისიის წევრები იტყვიან ამაზე უარს. ეს ხალხი ხალხის ძარცვას ეძახის თავისუფალ ბაზარს. მათგან მათ სიმდიდრე დააგროვა ზუსტად ხალხის სიღარიბის ხარჯზე. მილიონერების მიერ შესწავლილი სიღარიბე არ არსებობს. ეს არის დაცინვა ადამიანების, ბავშვების, პენსიონერების, დედების. მილიონერები შეისწავლიან ფასებს, დაწერენ დოკუმენტს, სადაც იტყვიან, რომ ყველაფერი არის მსოფლიოს ბრალი, საბაზრო ეკონომიკის ბრალი და მსრულდება მათთვის ერთი მორიგი მოსაწყენი საქმიანობა, ფასების კომისიის წევრობა.